ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი ამბოხისა და თვითმმართველობის არჩევნებში სრული კრახის შემდეგ რადიკალური ოპოზიცია და მათი მედია საშუალებები თავს ქართული ოცნების შედეგის დაკნინებით იმშვიდებენ. დედაქალაქის მესამედ არჩეული მერი კი მათ არითმეტიკის ცოდნას უწუნებს. პროცენტებით მანიპულატორები არც სახელისუფლებო პარტიის 1,105,716 მხარდამჭერს აღიარებენ და არც სკალაძის 71%-ს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვისაც ამ შედეგის დაკნინება სურს, ის უბრალოდ საკუთარ თავს ატყუებს. მაგუნა აბულაძე ამბობთ. 2014 წელი 151,807 ხმა, 2017 204,061, 2021 წელი 216,360, 2025 ამ დროისთვის 215,360 ხმა. ცესკოს ეს ოფიციალური მონაცემები თუ ვინმეს არ ახსოვს მარტივად გადასამოწმებელია. წლების მიხედვით რა ხმა აიღო კონკრეტულად კახაკალაძემ დედაქალაქში 2025 წელს პარტიული ხმებით და უშუალოდ მერობის კანდიდატის შედეგები ყველა წინა წელს აჭარბებს. ამიტომაც ითქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ყოველთვის დაბალი აქტივობით გამოირჩევა, უპრეცედენტო იყო წელს და ამას ისევ რიცხვები ადასტურებს. რადიკალების არითმეტიკაც ისეთივე ყალბია, როგორც მათი რევოლუციების ანონსი. ბოლომდე გაკოტრებულებს ის გადარჩენიათ ისევ სიცრუეში იცხოვრონ და მორიგი ილუზიები შეუქმნან ძლივს შემორჩენილ მხარდამჭერებს. მათი მტკიცებით ქართულ ოცნებას ამომრჩევლის ნდობა არ აქვს და თურმე არც კახაკალაძეს მიუღია ხმების 71,6%. ეს ცესკოს ამ დროის მონაცემია. სპეკულაციები კი მას შემდეგ დაიწყეს, როცა ვერც არჩევნებში მონაწილე პარტია გამოგლიჯეს თბილისი ვერავის და ვერც ქუჩაში მყოფებმა ვერ დაამხეს ვერავინ. ოცნებამ თავის ეგრეთ წოდებული ნაჩალიჩარი შედეგებითაც კი მართავს ქვეყანას 3,32%-იანი ლეგიტიმაციით. თბილისში ეს ვითომ ლეგიტიმაცია შეადგენს მთელი მოსახლეობის მხოლოდ 21%-ს. გვახსოვდეს, რომ თბილისს ყავს მერი, რომელიც მხოლოდ 20%-მა აირჩია. რადიკალების ციფრებით მანიპულაციას რა მიზანი აქვს კარგად იცის უკვე მესამედ დამაჯერებელი გამარჯვებით არჩეულმა მერმა. ამიტომ მათემატიკის გაკვეთილების ჩატარებას ოპონენტებისთვის კახაკალაძე არ აპირებს. 2017-ში მივიღე ხმა 204,000 ხმა მივიღე. ეხლა მივიღე 215,370 ხმა. გაჯექით ეხლა თქვენ? და პირველი მათემატიკაში მოემზადეთ. კახაკალაძემ თბილისელების მხარდაჭერით მიიღო 71%. მმართველი პოლიტიკური ძალისა და საპარლამენტო ოპოზიციისთვის ეს ისტერია მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ უცხო ქვეყნის ქართველი აგენტები პოლიტიკურად და მორალურად ისევ განულდნენ. ამ მანიპულაციებში რა თქმა უნდა არ უნდა შევყვეთ იმ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ყველა ველზე დამარცხდა. 4 ოქტომბერს არა მარტო არჩევნებში დამარცხდნენ, არამედ რაც მთავარია დამარცხდა გადატრიალების დამხობის იდეა. უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა 4 ოქტომბრის არჩევნებზე ქართულ ოცნებას, კახიკალაძეს, ვისაც სურს, რომ ამ ყველაფრის დაკნინება მოახდინოს, ფაქტი არის, რომ რადიკალური ოპოზიცია, ეს არ შემდგარი მეამბოხეები, თუ დამხობის ორგანიზატორები, სიცრუეში აცხოვრებენ ისედაც ერთმანეთს საკუთარ მცირე რიცხოვან მხარდაჭერებსაც კი და შესაბამისად რაც მათ არ უნდა ელაპარაკონ, ეხლა კიდე უფრო მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს. ყველა ფლანგზე დამარცხებულებს რეალობასთან შეგუება მაინც მოუწევთ და ფინანსებული რადიკალების პოლიტიკური ბედიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გადაწყდა. კახაკალაძემ მის გუნდთან ერთად კი მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის კიდევ უფრო განვითარებისთვის მუშაობა უკვე დაიწყო.